მეგობრებო, მე ვარ ტაპგეიმერი და დღეს მე გადავიღებ ერთ-ერთ ძალიან მაგარ რეისინგ თამაშს სახელად Car X Highway Racing-ი. Car X-ი თუ იცით ძალიან მაგარ რეისინგ თამაშებს უშვებს, ასევე დრიფტ თამაშებს და დღეს მე გადავიღებ Highway Racing-ს, არის ძალიან მაგარი გრაფიკის მშვენიერი თამაში. და მოკლედ დავიწყოთ. ცოტა ვითამაშე. აი ეს მანქანა მყავს ნაყიდი და ცოტა გაძლიერებული. და გავიარე ერთი განახებთ. აი 3 ის გავიარე, როგორც ხედავთ ტური. და ვარ ბოსთან და გადავწყვიტე ვიდეო გადამეღო. ასევე უდიდესი მადლობა რომ ვართ 59 გამოწერზე, სადაც ავალ 50-ზე ძალიან გამიხარდება და იმედია მალე მოხდება 60 და 70 გამომწერიც. მოკლედ შევდგეთ ახლა თამაშს. იმედია მოგეწონებათ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი რა თქმა უნდა. და ეს თამაში არის story mode მეგობრებო. ახლა ვიწყებთ აი boss ვეჯიბრებით. გვაქვს ასევე nitro. ძალიან ადვილად აი როგორც ხედავთ ძალიან მაგარი გრაფიკაა. და ასევე ავარიებიც ხდება ხოლმე გზაზე. ძალიან კარგადაა გაკეთებული. და მოკლედ აი ამბოს სვოიმე უნდა მივასწროთ ფინიშამდე. საკმაოდ რთულია, რადგან მანქანებიც დადიან, გადატვირთული გზაა. ნაღამ დავიჯახე. და როდესაც ახლოს ჩავდით, გვაძლევს ნიტროს 5-ს. ანუ 2 ახლოს ჩავლაზე გვევსება მთლიანი ნიტრო 10 უნდა, ანუ ვაგვევსოს რა. შვენიერია. გადავუსწარით. ოიმე. გეხვეწები ხარ არ გამასწროს. როგორც ხედავთ, ზევით სარკე იყო და გავიმარჯვე. შვენიერია. იმედია მოგეწონებათ და აიყვანთ ბევრ ლაიქზე. აი როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ ტუტორიალებს მიხსნის. ბევრი არ მითამაშია, როგორც გითხარით. ამას სამჯერ უნდა ვეთამაშოთ, მე მგონი. რა პრობლემაა ვეთამაშებით სამჯერ და მოკლედ იქ მიგვითითებს მანქანის გაძლიერებაზე. მაგრამ უნდა საკმაოდ დიდი თანხა. მაგრამ გავაძლიერებ. install. და მეტი მე მგონი გვეყოფა. მოდი ბოლოს იყოს პარე. რა პრობლემაა და შევდგეთ შემდეგ რბოლას. როგორც ხედავთ, მარცხნივ არის მითითებული საწვავი 8 გვაქვს 10-დან და ანუ 8 რბოლის საშუალება გვაქვს. იმედია მალე არ დამთავრდება ეს რბოლები, რომ ცოტა გრძელი ვიდეოც გამოვიდეს და უკვე 7 გვაქვს სამწუხაროდ. და მოდი შემდეგი რბოლა. შენ რას გამოსწრებ? არც ისე კარგი მანქანა ყავსავდე, ჩემი მინი კუპერი მირჩევნია. და ამ თამაშში მანქანებს აქვთ ძალიან უცნაური სახელები. თავიანთი სახელებისგან, ანუ ბევრად განსხვავებული. და ნუ გვაქვს მშვენიერია. ასევე დაწერეთ რეისინგ თამაშები თუ გავაგრძელო, ან რა თამაში გადავიღო. დიდი ალბათობით Free Fire-იც დაიდება. წინა ვიდეო როგორც იცით, იყო მუსიკით Free Fire-ის და ახლა Battle Royale-ს გადავიღებთ ან ხმით. შვენიერია. კარგად მივდივართ. როგორც ხედავთ, სარკეში მოჩანდა ეს ტიპი, მაგრამ მაინც ვერ დაგვეწია. ჩაიწერეთ თუ მოგეწონებათ, შვენიერი თამაშია. და level 3. ფული და ოქრო მოგცა. კარგია. და რატომღაც საწვავი გაგვევსო მეგობრებო, რადგან level-ზე გადავედით. და ახლა ისევ 10 რბოლის საშუალება გვაქვს.
ასევე არის ონლაინი და ონლაინშიც ვითამაშებ. და მეგობრებო, ბოლორბოლა ამ ბოსთან და უკვე გადავალთ შემდეგ, ასე ვთქვათ, ტურზე. ღამე მიცეთ ეგრევე ნიტროს. ქონდა ასევე Car-X Drift Racing-ი, პირველი და მეორე ნაწილი. მეორე ნაწილია ძალიან მაგარი და პირველთან შედარებით საკმაოდ დიდი ადგილი უნდა. მაგრამ პირველი ჩემთვის იყო ზედმეტად მოსაწყენი. რადგან მარტო დრიფტაობდი, არც ჩელენჯები და ისინი იყო და შენიმრად მივიწევთ ისევ იზია ამ ბოსის დამარცხება, მაგრამ და ნორმალი ეწერა რატომღაც. სამი ერთნაირი მანქანა. ვაიმე! ვერ მოუხვიე სამწუხაროდ და დაგვეწია. აუ, გამასწრო კიდეც. არ წავაგებ. იმედია. და გადავუსწრო მშვენიერია. ასევე აქ, როგორც უკვე გითხარით, ავარიები ხდება და წინაზე რო ვრბოლობდი, საკმაოდ დიდი ავარია მოხდა, ანუ ჩემი მოწინააღმდეგეები იყვნენ ორი მანქანა და ერთი შეასყდა იმას, ანუ მოაჯირს თუ ტროტუარს, თუ რაც ქვია, ანუ გზის ბოლოებში როა, მარცხნივ და მარცხნივ და მე შეასყდა მეორე ისიც და მოკლედ მოხდა დიდი ავარია და ამან მომაგებინა ზუსტად. კარგი ისახა რომ რბოლელიო. შეგეძლია ნებისმიერ დროს მოხვიდე ჩემთან. 1000 რამეს წერენ ასეც და როგორც დავინახე, მე მგონი ჩესტი გვაქვს. სილვერის მშვენიერია და რას ამოვაგდებთ? მანქანა? რეითი არ გვინდა და რაღაც მანქანის ის ამოვაგდე. და საკმაოდ ბევრი მანქანაა, როგორც ხედავთ. კარგად გაკეთე. ოპა, X6. და როგორც ხედავთ, ამას ქვია ტაურუსი. ამ მანქანას. ეს არის ნისანი, როგორც ვიცი, მაგრამ ქვია მინუსი. ეს Ford Mustang-ი. და მოკლედ ასეთი სახელები აქვს. და ეს ღირს გოლდები. ნახოთ რა მანქანა მოგდის, თუ მოვახერხებ ყიდვას, ავაგროვო ფული. აი ეს მანქანები იყო თავიდან საყიდელი. ეს და ეს. მაგრამ მე ვიყიდე Mini Cooper-ი, რადგან მომწონს ეს მანქანა. და 70,000 მეგობრებო. ასევე შეგიძლიათ ყველა მანქანა გადააკეთოთ პოლიციის მანქანად, რაც ძალიან კარგია. მოკლედ შემდეგ რბოლაზე შევიდეთ, აქ უკვე დროა. დროში უნდა ჩავეტიოთ. და იმედია მოგეწონებათ, გავაგრძელებ ამის დადებას, თუ მოგეწონებათ. და მოკლედ წავიდეთ, ვეცადოთ არაფერს შევასყდეთ ხო და უკვე შევასყდი. ასევე არის სხვადასხვანაირი კამერა first person-იც. საკმაოდ კარგადაა გაკეთებული. და მოკლედ კარგი თამაშია. ასევე მე ვფიქრობდი რომ გადამეღო Minecraft-ის survival-ი და დამიწერეთ კომენტარებში კარგი იქნება თუ არა. ვიცი რომ უკვე ძალიან ბევრი და დროა მოგვეწურა. ვერ მივასწარი სამწუხაროდ. მოკლედ ვიცი რომ უკვე ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ეს გადაღებული, მაგრამ რა ვიცი თუ თქვენ გენდომებად გადავიღებ აუცილებლად. რესტარტი ვქნათ და დაწერეთ რა კომენტარებში. რა თამაში გადავიღო და გადავიღო თუ არა Minecraft-ის survival-ი. გადავედით ისე first person-ში და ეხლა არაფერს აღარ შევასყდები.
ვესწრები ყურადღება თამაშზე გადავიტანო. მანქანის ხმებით საკმაოდ დახვეწილად გაკეთებული. დახვეწილია და კარგადაა გაკეთებული. და მაინც მოკლედ რთულია რა. მკვეთრი მოხვევა არის საშინად რთული ამ თამაშში. ასევე აქ არის steering control-ი, ტელეფონის გადატრიალებით მოხვევა, მაგრამ მე რატომღაც ისრები დავაყენე, რადგან მომეწონა არაცური და 3 წამი გქონდა კიდევ ზედმეტი ჩავეტიეთ ამჯერად დროში და აი როგორც ხედავთ, ყვითელი Lamborghini რო იყო ფოტოზე, ეს არის ახალი დამატებული მანქანა. აი, როგორც ხედავთ, ამოაგდო Car X Drift Racing 2, რომელიც არის, როგორც გითხარით, ძალიან კარგი თამაში. დავიღებთ 100 გოლდს, ამას თუ ჩავიწერ, მაგრამ არ ვაპირებ ჩაწერას. როგორც ხედავთ, პოლიციის მანქანა, მაგრამ ეს ღირს მე მგონი ფული თუ რაღაც ეგეთი და შეგვიძლია ვიყოთ პოლიციის როლშიც. ყველა მანქანა არის პოლიციის, როგორც ხედავთ. და მე ახლა მინდა რომ ვნახო ახალი დამატებული მანქანა. აი შვენიერია. ესეც ახალია მე მგონი. ძალიან კარგი და ლამაზი მანქანაა. ძველი მოდელია ცოტა, მაგრამ მაინც კარგია. და მოკლედ ერთსაც ვიბოლებ და დაგემშვიდობებით. შემდეგი რბოლა არის ნოკაუტი. და ნოკაუტში არ ვიცი საერთოდ რა უნდა გავაკეთო, მაგრამ მივხვდები. ჯობია გამოვიდე first person-დან. და აქ მგონი მანქანები უნდა დავანოკაუტო, ან როგორც სხვა თამაშებშია ბოლოს არ უნდა ვიყო. რადგან რამოდენიმე წამში ვინც ბოლოა ის ფეთქდება თუ ნოკაუტდება, ხო აი? აგე ერთი დანოკაუტდა ვინც ბოლოს შემოვიდა. და მოკლედ მივხვდი რა შინაარს ნოკაუტის. შვენიერი თამაშია. აქვს პოლიცია გვეკიდა, როგორც ხედავთ, ძალიან კარგია, მაგრამ გაკეთებული და რატომღაც წაჭედა. და მე მგონი მესამე ვარ, ანუ ბოლო და ავფეთქდები. აუ ეს პოლიცია ხა ტვინს შეჭამს. და წავაგე სამწუხაროდ. ეგ არაფერი, როგორც უკვე გითხარით, დამწერთ კომენტარებში თუ გინდათ რომ კიდე გადავიღო და შევასრულებ ამ მისიასაც. მოდი, ავიდეთ ამ ვიდეოში 5 ლაიქზე და დაიდება შემდეგი ნაწილი. თუ კომენტარებშიც დაწერთ ასევე გადავიღო თუ არა Minecraft-ი და რა თამაში გადავიღო. კიდევ დამიწერეთ. მოკლედ ხო რა სულ ეს იყო. დამიწერეთ რა თამაში გინდათ გადავიღო. და მოკლედ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.